მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა ასეთი თემით თუ რა გაგახარებთ მომდევნო 1 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად. ანუ მთავარი სასიხარულო მოვლენა თქვენთვის იანვრის თვეში. ორ ვარიანტიანი გაშლა გვაქვს, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, ახლა დავარიგებ ვარიანტებს და ნახოთ აბა რა გაგახარებთ ყველაზე მეტად პირველ ვარიანტს იანვრის თვეში და მეორე ვარიანტს. საერთოდ სასურველი ვარიანტი. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. მეგობრებო, დღეს როდესაც ეს ვიდეო იდება, ანუ 2 იანვარს, მე მაქვს დაბადების დღე, ამიტომაც დაბადების დღეზე არ არის სასურველი პირადი კონსულტაციების ჩატარება, თუმცა 3 იანვარს ჩვეულებრივად, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ მომწეროთ პირადი კონსულტაციის მსურველებმა, მაგრამ დღეს 2 იანვარს მე უნდა მივხედო ჩემს თავს, იმიტომ რომ გავიმეორებ დაბადების დღეზე დიდად კარგი არ არის ხოლმე პირადი კონსულტაციები, ზოგადად ტაროს გაშლები და მსგავსი პრაქტიკები. და აიჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, ველოდებით თქვენს უკავშირს ენერგიების დაბალანსების მიზნით, ლაიქების სახით, კომენტარების სახით. ასევე მინდა შევეხო ასეთ საკითხს 31-ში მე დავდე ხუმრობით, რა თქმა უნდა, პოსტი იმის შესახებ თუ 6 ფრაზა, ფემინური ფრაზა, რომელიც შეგიძლიათ უთხრათ მეთქი მამაკაცს, იმისათვის რომ თავი მეტად მოაწონოთ და უბრალოდ კომენტარებს როდესაც ვკითხულობდი ძალიან მეცინებოდა მეგობრებო, ნუ მიიღებთ ყველაფერს ასე სერიოზულად, ასე დრამატულად, ეს იყო უბრალოდ ხუმრობა, ნაწილობრივ ხუმრობა იყო ნამდვილად. ამიტომაც ნუღებულობთ ასე დრამატულად, ასე გულზე აბსოლუტურად ყველაფერს და ზოგადად სხვათა შორის ვინც იცის, მაგრამ ვინც არ იცის ინგლისურში არსებობს ასეთი ტერმინი pick me, ანუ ამირჩიე მე. ხშირად ასეთ ტერმინად მიმართავენ იმ გოგოებს, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მამაკაცს თავი მოაწონონ. და მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი, არც ერთი მამაკაცი და არც ერთი ქალი საერთოდ არ არის ვალდებული რომ შეცვალოს თავისი ხასიათი, მუდმივად ცდილობდეს იმას რომ თავი მოაწონოს საპირისპირო სქესს, ხომ? იყავით საკუთარი თავი და დამიჯერეთ თქვენს ადამიანს, თქვენ აუცილებლად იპოვეთ. არ არის საჭირო საერთოდ ის რომ ვიღაცას თავი ძალით აწონოთ, რომ კონკრეტულ აზროვნებას მოერგოთ, მაგალითად მამაკაცების აზროვნებას მოერგოთ, რომ აი როგორ შეიძლება კაცს ასეთი რაღაც უთხრა, როგორ შეიძლება კაცთან ასე მოიქცე, ისე მოიქცე. მეგობრებო, ნუ იქნებით ზედმეტად სერიოზულები რაღაცეებში. კარგით, მოდით დავიწყოთ საჯარო გაშლა, ვფიქრობ უკვე აირჩევდით სასურველ ვარიანტს, ნახეთ სანთელი როგორ აციმციმდა, გაჩერდი. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, თავარი სასიხარულო მოვლენა თქვენთვის იანვრის თვეში, არკანი ძალა. რას ეხება ეს არკანი ძალა? ნახოთ აბა, რა გაახარებს ყველაზე მეტად იანვრის თვეში პირველ ვარიანტს. პენტაკლების 5-იანი, კვერთხების 5-იანი, ხმლების რაინდი და პენტაკლების მეფე. მეგობრებო, ნახეთ, თქვენ უპირველეს ყოვლისა გაგახარებთ ის, რომ თქვენ შეძლებთ საკუთარ თავში რაღაც თვით დისციპლინა აღმოაჩინოთ, რაღაც ახალი ძალა გახსნათ საკუთარ თავში. და თითქოს ეს ძალა ნაწილობრივ ეხება დისციპლინას, ნაწილობრივ ეხება რაღაც მაგიურ ძალასაც სხვათა შორის. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ის ინფორმაცია, მაგრამ ვიტყვი პირდაპირ აბსოლუტურად ყველაფერი რაც არის ჩვენს რეალობაში არის კავშირში რა თქმა უნდა მაგიასთან და სულ რომ თქვენ იყოთ ჩვეულებრივი ბრჭყალებში, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს მაგია და არაფერი მსგავსი, მინდა გითხრათ ის, რომ მაგიური გამოცდილება ყველა ადამიანს გარკვეულ დონეზე გვაქვს, ხო? რა თქმა უნდა, პრაქტიკოსებს, ჩემს
კოლეგებს ეს გამოცდილება ექნებათ უფრო სიღრმისეული, უფრო მაგიური, ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც ეს საერთოდ არ აინტერესებთ, ხო? და ნახეთ თქვენ აქ ნებისმიერ შემთხვევაში დაინახავთ იმას თუ რამდენად ლამაზად მიდის თქვენი რეალობა, რამდენად მაგიური არის ყველაფერი თქვენს რეალობაში. ჩემი კოლეგებისთვის შემიძლია ვთქვა ის, რომ საკუთარ თავში მაგიური თვალსაზრისით აღმოაჩენთ რაღაც ახალ ძალას, ახალ ენერგიას, სხვათა შორის აქ შეიძლება იყოს გარკვეული ზოგი თქვენგანისთვის გარკვეული მაგიური ომები, მაგიური დაპირისპირებები, ან ვიღაცა რაღაც კონკრეტული არსება შეიძლება ცდილობდეს თქვენს ენერგოინფორმაციულ ველში შეძრომას, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, თქვენ აქ საკმაოდ დაცული ხართ, დაცული ენერგია მოდის, უბრალოდ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ. ამიტომაც მაქსიმალურად დააკვირდით თქვენს სიზმრებს. რა გაგახარებთ? გაგახარებთ ის, რომ თქვენ იპოვით საკუთარ თავში რაღაც ახალ ძალას და ასევე აქ ვხედავ გარკვეული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლას. ეს არის რაღაც ფინანსურ-მატერიალური კრიზისი, ბევრისთვის კი კრიზისი კონკრეტულ ურთიერთობაში. მაგალითად, შეიძლება აქ ისეთი სიტუაცია იყოს, რომ კონკრეტულ ადამიანთან ახლო წარსულში გქონდათ რაღაც ძლიერი კონფლიქტი, ძლიერი აზრთა დაპირისპირება და შერიგდეთ, ხო? ან პარტნიორთან, პოტენციალურ პარტნიორთან, ან მეგობართან, ან ვიღაც ასეთ ადამიანთან. ყველასთან სხვადასხვანაირად რეზონირდება ცოტა ეს ასპექტი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ თქვენ რაც გაგახარებთ ყველაზე მეტად, ეს არის გარკვეული როგორც მორალური, ხო, მენტალური კრიზისიდან, გარკვეული კონფლიქტური ენერგიებიდან გამოსვლა, ისეთი კონფლიქტური ენერგიებიდან, რომლებიც ეხება სხვა ადამიანს უმეტესობასთან, ერთეულებთან რეზონირდება, რომ საკუთარ თავთან იყავით გარკვეულ კონფლიქტურ ენერგიებში და გამოხვალთ გარკვეული ფინანსური დანაკლისიდან და ფინანსური კრიზისიდან. ის რაც ახლა გაწუხებთ თქვენ ყველაზე მეტად ამ ენერგიებიდან აუცილებლად გამოხვალთ და ნახეთ პენტაკლების მეფე. ყველას არ ახება ეს ინფორმაცია, რასაც ახლა გავაჟღერებ, მაგრამ არის იმის შანსი, რომ თქვენთვის მოულოდნელად კონკრეტული მამაკაცისგან მიიღოთ რაღაც ძალიან დიდი საჩუქარი. ეს შეიძლება იყოს ძმა, ნათესავი, მეგობარი, არ არის აუცილებელი რომანტიული ასპექტით იყოს, ხო? და ასევე გაგახარებთ ის, რომ თქვენ თავადაც იქნებით აი ამ პენტაკლების მეფის ენერგიებში. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, იცოდეთ რომ თქვენკენ ფინანსური ენერგია მოდის, უკვე გზაშია. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვნახოთ თქვენ რა გაგახარებთ ყველაზე მეტად. ხმლების რვიანი, გარკვეული მენტალური გალია ჩანს აქ. რა გაახარებს მეორე ვარიანტს იანვრის თვეში ყველაზე მეტად. თასების 7-იანი, თასების 6-იანი, პენტაკლების რაინდი, არკანი ვარსკვლავი და არკანი თასების დედოფალი. მეგობრებო, ნახეთ რამდენად საინტერესო ენერგიები ამოვიდა. პირველ რიგში აქ მე ვიტყოდი იმას, რომ გაგახარებთ ყველაზე მეტად გარკვეული შეხვედრა ან ოჯახის წევრთან, ან ვიღაც ბავშვობის მეგობართან, იმიტომ რომ რაღაც ასეთი ბავშვური ენერგიები ჩანს, ბავშვური სიხარული, როდესაც თქვენ გიხარიათ რაღაცის გახსენება, რაღაც ძალიან სასიამოვნო ნოსტალგიური ემოციები მომდის. რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანი პრინციპში არ არის გასაკვირი ახალი წლების პერიოდში. ხშირად არის რომ ნათესავები ერთმანეთს ხვდებიან, ხო? მაგრამ აქ სავსებით შესაძლებელია არა ნათესავი, არამედ შემთხვევით ვიღაც თქვენი ბავშვობის მეგობარს შეხვდეთ, ვიღაც ისეთ ადამიანს, ვინც ბავშვობაში ან წლების წინ წარმოადგენდა თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვანს და თითქოს ამ ადამიანთან გექნება ძალიან სასიამოვნო საუბარი და ნახეთ ყველაზე საინტერესო რასაც ვხედავ. თქვენ გამოხვალთ რაღაც გარკვეული მენტალური გალიიდან, რომელშიც თქვენ ახლა იმყოფებით, მაგრამ რომელსაც თქვენ ბოლომდე შეიძლება ახლა ვერ იაზრებდეთ. მარტივად რომ გითხრათ, თქვენ გამოდიხართ გარკვეული თვითშეზღუდვებიდან, გარკვეული ისეთი ენერგიებიდან, სადაც თქვენ ფიქრობდით, რომ რაღაც არ შეგიძლიათ, რაღაც შეუძლებელია და თქვენს რეალობაში შემოდის მეტი თავდაჯერებულობა. ნახეთ, პირველი ვარიანტის შემთხვევაშიც და მეორე ვარიანტის შემთხვევაშიც უფრო მეტად შინაგანი სიხარული ჩანს აქ, ვიდრე რაღაც ერთი დიდი კონკრეტული მოვლენა, ხო?
და პენტაკლების რაინდი თქვენთანაც შემიძლიათ ამამად გითხრათ ის, რომ მეტი ფინანსური ენერგია მოდის და ასევე დავამატებდი ასეთ ინფორმაციას, თუ თქვენ მუშაობთ რაღაც შემოქმედებით სფეროში, არ აქვს მნიშვნელობა ხართ, არ ვიცი, მხატვარი, მუსიკოსი, ნებისმიერი სახის შემოქმედება. გექნებათ მეტი მოტივაცია, მეტი შთაგონება, მეტი მუზა მოდის თქვენში, მეტი მუზა იღვიძებს, მეტი ეგრეთ წოდებული მუღამი და ნახეთ აქ თქვენს რეალობაში იქნება რაღაც გარკვეული ფინანსური ენერგიის სახით მობოძებული საჩუქარი. ეს შეიძლება იყოს საჩუქარი კონკრეტული ადამიანისგან, მაგრამ უმეტესობასთან რეზონირდება ისე, თითქოს თქვენი შემოქმედება თქვენს რეალობაში შემოიტანს კონკრეტულ ფინანსურ ენერგიას. მაგალითად, თუ თქვენ აქამდე ვერ ღებულობდით ფინანსებს თქვენი შემოქმედებისგან, ახლა მიიღებთ, ან თუ არ ღებულობდით ინტენსიურად, უფრო ინტენსიურად წამოვა თქვენი ფინანსური ენერგია ამ კუთხით. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ჩანს შინაგანი სიხარული, შინაგანი კმაყოფილება საკუთარი რეალობით, ძალიან სასიამოვნო სულიერი კომუნიკაციები და ნახეთ რაღაც ისეთის ასრულება, რაც აქამდე თქვენ გეგონათ შეუძლებელი, რაც აქამდე თქვენ გეგონათ ილუზია, რაც აქამდე თქვენ გეგონათ რაღაც შეუძლებელი არის ყველაზე კარგი სიტყვა. აქ თქვენ სამყარო პირდაპირ იმას დაგიმტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.